მიესალმეთ ლურჯკუთხედში გიგო რამაგიანი. კუთხედში ნიკო ბულიას სუბტიტი. მივესალმოთ ნიკო ბულიას. წლის ზონა 75 კილოგრამი კლუბი Tornado Fight Club სუზბელი რომან კალშიანი ქალაქი სომხეთი გიგო რამაგიანი. წითელ კუთხეში 19 წლის ზონა 75 კილოგრამი დავით კირიას აკადემია წვრთნელი დავით კირია ქალაქი სუბტიტი ნიკო ბულია. გავეცანით ორივე მებრძოლს. პირველი რაუნდი იწყება პირველი რაუნდი. ჩამოვართვეს მებრძოლებმა ხელი ერთმანეთს და გაიხსნა პირველი რაუნდიც. ელოდებიან მებრძოლები ერთმანეთს ჯერჯერობით. კარგად ემუშავება აქ ჯებით სომეხის სპორტსმენი. ძირითადად ფეხზე აქვს აქცენტი, მოუშავს ლოუ-კებს. ბულია კი ელოდება და პასუხობს შიდა ლოუ-კებით. ისევ იგივე ლოუ-კი. კარგად გამოსდის მას ეს დარტყმები. მიიმწყვრია კუთხეში. აქ უნდა დაჩეკოს ბულიამ, თორე როცა განმავლობაში ეს დარტყმის მიღება ფეხზე თავის შედეგს ამოიღებს. ახლა შეუძლია რომ ხელი დახსნას კომბინაციური შეტევა ბულიას. აპკიკი
ყურადღებით უნდა იყოს ახლა აქ ნიკო. აი გაატარა კიდევაც ახლა კარგი დარტყმა სომეხი მებრძოლისგან, თუმცა კარგად უპასუხა ნიკომ. კარგი შეტევა ჰქონდა. და ახლა სომეხმა მებრძოლმა არალეგალური დარტყმა განახორციელა წელს ქვემოთ. გაურკვეველი შეტევა იყო ბულიასგან. კარგად მუშაობს სომეხი სპორტსმენი, ცდილობს პირველ ნომრობას. ანუ კლინჩი შედის ბულია, არა. გაფრთხილებასაც მიიღებს ახლა მსაჯისგან. კარგი 4-იანი შეტევა ახლა ავაგიანისგან. ელოდება ბულია ჯერჯერობით. ჭირდება მაგს გააქტიურება ნამდვილად. არ უნდა გაატანოს ეს რაუნდი ესე ჩაოლებრივად. თითქოს გეგმა აქვს ფეხის დაზიანება. თუმცა ფეხის დარტყმასაც არ აკლებს ავაგიანი. უფრო მეტი ხელით მუშაობა მართებს აქ ნიკოს. რადგან გააჩეროს სომეხი სპორტსმენის კონჩეტებები. გააქტიურდა აქ ავაგიანი. მიაყოლა კომბინაციური შეტევები. იგზნო ეს აქ უპირატესობა ავაგიანმა. თუმცა ავაგიანმაც უნდა გაანაწილოს ენერგია. არ გამოიყურება ბულია სათანადოდ. ჯერჯერობით. ელოდება მოწინააღმდეგის დაღლა, შეიძლება ეს კონდეს სტრატეგია. ნახოთ. ორი რაუნდია წინ. დავიწყეთ მეორე რაუნდი, ისევ ავაგიანი ჩვეულის აგრესიულად დაიწყო ავაგიანმა. ნიკომა კონჩეტევაზე უნდა დაახვედროს. გაატარა ახლა აქ ჰედკიკი ბულიამ. იგზნო ბულიამ ახლა ეს აფკიკი. ცოტათი გააქტიურდა ბულიაც. ნამდვილად საჭიროა ახლა ეს გააქტიურება მისგან. უფრო მეტი ხელით უნდა იმუშაოს, დისტანცია შეუმციროს. შეუძლია აქ მუცოში გატარება დარტყმების ბულიას. ცოტა შესიება შეეწყო ბულიას გამოიკვეთა. არ გემუხლი გაუტარა ავაგიანმა. და კარგი ორიანი იყო ახლა ბულიასგან. უბრალოდ აცილება და შემდეგ არ უნდა გაჩერდეს, უნდა მიყვეს ამ დარტყმებს. იგზნო ეს დარტყმა ავაგიანმა. პირველ ნომრად უნდა იმუშაოს ბულია. არ უნდა გაუჩერდეს, არ უნდა აცალოს ავაგიანს აქ ესეთი გადამული კომბინაციები. გააქტიურდა ბულიაც.
შეუტია ახლა გადააბა კომბინაცია. გააქტიურდა მეორე რაუნდის ბოლოსკენ. კი უნდა მიყვეს ტემპი, არ უნდა დააგდოს. კარგად ურტყამს მუხლებსაც ავაგიანი. იღებს დარტყმებს, იღებს გულია და ჩემი აზრით არ უნდა მიიღოს კონშეტევაზე, ყველა დარტყმას უნდა უპასუხოს. კარგი ბრაზილიული ჩიცი ახლა ავაგიანისგან. აი მიყვა დარტყმებს კუთხეში ყავს. ზუსტად. მეტი აგრესიით უნდა მიაწვეს. აი კლინჩის მაგივრა ჯობია რომ იმუშაოს. ვიცი შეიძლება დაღლილი იყოს, მაგრამ ახლა სჭირდება ბულიას მეტი მუშაობა. და ბოლო 10 წამით გააქტიურდა ნიკო პირველ რაუნდთან შედარებით. მეორე რაუნდი უკეთ წარმართა მან. ნახოთ დასრულდა მეორე რაუნდი. დაიწყო მესამე რაუნდი. გააქტიურდა ნიკო პირველ ნომრად მუშაობს. ამას გულისხმობდით. ოჩახ აი არ უნდა მოშორდეს. ზუსტად ეს სჭირდება ახლა ბულიას. აი ეს აქტიურობა, არა კლინჩი, არამედ აქტიური კომბინაციები. აი კარგი ჯები გაუტარა ახლა. თითქოს ამოიქოკა ბულიას. არ უნდა ამუშაოს, აქ ავაგიანი კონცერტებზე ეგრევე უნდა დახვდეს. თავისთავად ავაგიანის მიყვება თავის სტილს, თავის გეგმას, მშვენივრად ახორციელებს ყველაფერს. დაღლილობა შეეყო აქ სომეხ სპორტსმენს, რასაც ქართულმა თავის სასიკეთოდ უნდა გამოიყენოს. ისევ გაუტარა, კარგი ორიანის გაუტარა ახლა უნდა მიყვეს, არ უნდა გაჩერდეს. და კარგი ბეკვესტი გაუტარა, შესანიშნავი ჰედ-კიკიც მიამატა. მაგრამ ახლო დისტანციაზე ბულია უკეთ მუშაობს. წუთნახევარი არის ახლა ბრძოლის დასრულებამდე დარჩენილი. რამენაირად უნდა ჩადოს ახლა ბულიამ სული და გული ამ ყველაფერში. ამ ბრძოლაში. Давай, Дзеша, давай, Дзеша, давай. გუკების ცდილობს ახლა ზიანის მიყენებას ბულია. ძალზე ცისყრიანი ბრძოლა გამოდგა. მაგრამ და კარგად დახვდა ახლა ავაგიანი. კარგი გაუტარა ახლა ბულიამაც, კარგი ბოდიკიკი იყო. იგზნო ეს ყველაფერი სომეხმა. ცოტა დააკდა ამ დარტყმას მიზანამდე. ისნამდე. კარგი კროსი გაუტარა, არ უნდა მოუშვას აქტიურობა მართებს მას. მეტი უნდა იმუშაოს, რომ რამენაირად წამოიღოს ეს რაუნდი მისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი არის ახლა თითოეული წამი. მოსაგები აქვს ეს რაუნდი ბულიას. ბულიას უფრო მეტი მუშაობა მართებს, რადგან ავაგიანი ისედაც აკეთებს თავის საქმეს. კარგი დარტყმები გაუტარა ბულიამ. საკმაოდ კარგად პასუხობს
კონჩეტევაზე სომეხი სპორტსმენი მის დარტყმებს. აი ბოლო 10 წამი უნდა გაუტანოს ახლა რამენერია დარტყმა ბულიან. მაგრამ ისევ კლინჩი აქტიურობს დააცალკევოს საჭმა და დასრულდა მესამე რაუნდიც. ველოდებით საჭთა კოლეგიის გადაწყვეტილებას ნახოთ ვინ გახდება ნამდვილად უკომპრომისო ბრძოლის გამარჯვებული. საქართველოს სომხეთი არის ვის საქართველოს სომხეთი. ველოდებით საჭთა კოლეგიის გადაწყვეტილებას. Davxireva sportsmenები, ბუხარი აპლოდისმენტები! საქართველოს სომხეთი! სომხეთი თუ საქართველო! ველოდებით. მაშასე, ქალბატონებო და ბატონებო, ამ ბრძოლის გამარჯვებული გახდა გიგო რამაგიანი! მიულოცოთ სომეხ სპორტსმენს გამარჯვება. ამჯერად ამსახურებული გამარჯვება მოიპოვა ახლა აქ სომეხმა სპორტსმენმა. კარგი ორთაბრძოლა ჩაატარა. კარგად შეასრულა მისი გეგმაც. ნიკობულიას უსურვებთ წარმატებით. დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში რევანს ვიყავთ ამ ჩხუბის. საკმაოდ დაძაბული იყო. გაიმარჯვა გიგო რამაგიანი სომხეთი. ნიკო ბულიას კი თავის მხრივ წარმატებები უსურვოთ.